ბათუმის მერია სამედიცინო დახმარების კომპონენტის მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამა ორ მიმართულებიანი იქნება შშმ პირებს, 200,000 ქულის მქონე ბენეფიციარებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს ერთჯერადად 200 ლარის ფარგლებში მედიკამენტოზური დახმარება გაეწევა. პროგრამის მეორე მიმართულება ონკოლოგიურ და ოპერაციულ მკურნალობას ითვალისწინებს, რომელიც 70-დან 200,000 ქულის მქონე მოქალაქეებზე გავრცელდება. ბათუმის მერის ახალი მიზნობრივი პროგრამით საყოველთაო ჯანდაცვის მქონე მოქალაქეები ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 280,000 ლარს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა ბათუმის მერის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს უნდა მიმართონ. გულისხმობს პირველი ღონისძიება მედიკამენტებით დახმარებას 200 ლარის ფარგლებში 0-დან 200,000-მდე ქულის მქონე მოსახლეობისათვის, შშმ პირებისათვის, ომის ვეტერანებისთვის, მათთან გათანაბრებული პირებისთვის, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. მეორე არის უფრო ფართო ღონისძიება, ეს არის ოპერაციული მკურნალობა და ასევე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა. იქ თუ 0-დან 200,000-მდე ქულის მქონე პირებისათვის განსაზღვრული, აქ არის 70-დან 200,000-მდე, იმიტომ რომ 70,000-მდე ქულის მქონე პირები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, 100%-ით ფინანსირდებიან და ჩვენ ამათ არ ვეხებით.